actions that have taken place so far, the suspension. აქამდე განხორციელებული ქმედებები, სასაზღვრო გამშვები პუნქტის მუშაობის გაჩერება, დიპლომატიური ურთიერთობის შემცირება, საჰაერო სივრცის დახურვა, ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის შეჩერება. ვფიქრობ, ეს სტანდარტული პასუხია. თუმცა რაც შეეხება შეთანხმებას წყლის შესახებ, ეს კი ნამდვილად ცვლის თამაშის წესებს. ეს არის მსოფლიო ბანკის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც 1960 წლიდან მოქმედებს და ის არეგულირებს ორივე ქვეყანაში გამავალი მდინარეების საკითხებს. ის იმართება ორ ქვეყანას შორის არსებული წინა კონფლიქტების გათვალისწინებით, ამიტომ მისი შეჩერების გადაწყვეტილება ნამდვილად სახიფათოა. ასევე აქამდე ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა ამ ადმინისტრაციის პირობებში იგივე ნიშნებს ვერ ვხედავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვითარებაში საზღვაო უარესობისკენ შეიცვალოს. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს. ამიტომ ყოველთვის არსებობს ესკალაციის ან ამ კონფლიქტის ბირთვულ დაპირისპირებაში გადაზრდის რისკი.